Bădăm prezidentul, მე შემიძლია არ გითხოთ, აი დღეს სწორედ NTV რომ გაავრცელა საკმაოდ ვრცელი ინფორმაციები და აქ არის საუბარი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მე რუსულად რო არ წავიკითხო, ივანოვი აცხადებს, რომ ის დაასაშვებად მიიჩნევს, რომ თითქოს ბინ ლადენი იმყოფება პანკისის ხეობაში. აქვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაც შეეხება ალ-ყაიდას წევრებს, ისინი შეიძლება იყვნენ პანკისის ხეობაში და აქედან კონდეთ მათ ურთიერთობა ხატაბთანო. Dai, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ბატონ იგორ ივანოვს, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, მეც მიაქცია ყურადღება, ჩემი გაკვირება გამოიწვია მისმა გამონათქვამმა, რომ ბენ ლადენი შეიძლება იმყოფებოდეს იქ ახმეტაში სადღაც. მე ალბათ ამას მითხსნი, რომ ბატონი იგორის დედა ახმეტის რაიონიდანაა, იქ დედისეული სახლი აქვს და შეიძლება თუ რაიმეა შეიძლება იქ იმალებოდეს. შეიძლება იქ იმალებოდეს და შევამოწმებთ, არ გვინდოდა ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი იმის სახლს მივადგეთ მანდ და მაინც მაგრამ იძულებული ვიქნებით შევამოწმოთ.